როდესაც ხედავს სიმართლეს და იწყებ ღია, უშიშარ ბრძოლას სიცრუის წინააღმდეგ, მაშინვე მომენტალურად ჩნდებიან სინათლის დამბნელებლების სისხლით გაჟგენთილი კლანის სიბნელის მაფიის შეთქმულები, ყალბის სულიერი წინამძღოლები, რომლებიც ანაფორაში გახვეულები, თითქოს ღმერთის სახელით ქადაგებენ. ისინი იწყებენ ჩურჩულს მრევლში როგორც შხამიანი გველები. ამ ადამიანმა ეშმაკს მიყიდა სული. ეს ეშმაკითაა შეპყრობილი, ეს სატანაა, ეს ბოროტია, ეს საფრთხეა ჩვენი სულისთვის. სრულ წინასწარმეტყველება, მესიად ვინც პირველი მოვა ის იქნება ეშმაკი. განეიტრალება ხალხის დაბნელება, სიმართლის კვლავ ჯვარცმა, ცივილიზებული მეთოდებით. სრულ მესიად გამოცხადება წმინდა სიმართლის და მართული გენერირებული ცრუდმოქმედების სიწმინდეთ გამოცხადება. და მაშინვე აღძრავენ ბრბოს. ავსებენ მათ სიძულვილით, შიშით, რისხვით. ბრბო, რომელიც ქვეცნობიერად თავს იესოს ჯარისკაცებად მიიჩნევენ საკუთარ თავებს და სჯერათ, რომ სიმართლე მათ მხარესაა, ხდება ბრმა იარაღი. ისინი უპირისპირდებიან იმ ადამიანს, რომელიც ამ ხელს ტყუილს, ამ ხელს დანაშაულს, ამ ხელს სისტემურ ბოროტებას. გავამახვილოთ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე, რადგან აქ არის გასაღები. ადამიანის გონებას ჯერ კიდევ აქვს არჩევანი. გამოარკვიოს, ვინ არის რეალურად კეთილმოქმედი და ვინ არის ბოროტი, რომელიც სისტემური მანტიის, რელიგიური ტიტულების, სულიერი საფარის მიღმა იმალება. ნუ მისცემთ მათ ბრმად ჩურჩულის შთაგონების პროგრამირების საშუალებას. ნუ მისცემთ თავს შიშს. ნუ მისცემთ თავს ყალბ ლიდერებს, რომლებიც შენს სულს ეშმაკად აქცევენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს ანათებ, ფარდას ხსნის სიცრუის უდიდეს მანქანას. რა ხდება სინამდვილეში? როგორც კი ამხელ სიმართლეს, მაშინვე გახდები ეშმაკი. როგორც კი ხსნის სიცრუის ფარდას, მაშინვე გახდები სატანა. როგორც კი აჩვენებ დანაშაულს, მაშინვე გახდები ბოროტი იმ კლანის თვალში, რომელი კლანით საუკუნეებია დედამიწას აბნელებს, რომლებმაც სიკეთე, სინათლე ჯვარს აწვეს და ბოროტება გაანთავისუფლეს. შიშის დამკვლელობის ფორმას მარადიული მახსოვრობისთვის დემონსტრაციულად ჩამოკიდეს ყველა დაბნელებულ სკულზე, რომ კაცობრიობას მარადიულად ახსოვდეს ის, რომ ვინც სისტემის წინააღმდეგ მიდის, როგორი მეთოდებით ისჯებიან, რომ მორჩილება და შიში მართავდეს კაცობრიობის ცნობიერებას. მაშინ ვინ არის რეალურად სატანა? ის ადამიანია, რომელიც სიცრუის ფარდას ხსნის და სიმართლეს აჩვენებს. თუ ვინც რეალურად ბოროტმოქმედია და დედამიწას საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად აბნელებს. კლანია, რომელმაც კარგი საქმეების შავად შერება, ბოროტმოქმედება, ჯვრიდან ჩამოხსნა და სიკეთე უკუნითობაში გაამწესა, რომელიც თავს სულიერად ასახავს, მაგრამ შიგნით მგელია. ბარაბა იუდა 30 ვერცხლი. ნუ მისცემ უფლებას შენი წმინდა გონის ჩასაბნელებლად, როგორც იესო ამბობდა. ფრთხილად იყავით ცრუ წინასწარმეტყველებისაგან, რომლებიც მოდიან თქვენსკენ ცხრის ტყავში გახვეულნი. შიგნით კი მგლები არიან მტაცებლები. ისინი არიან ის, ბოროტება სხვაზე ამოაპროექტებს, რათა თავი გადაირჩინოს. ეს არის კლასიკური პროექცია. ზუსტად ისე, როგორც დამნაშავეები სასამართლოში ხშირად სხვისკენ იშვერენ ხელს. არა მე, ის არის დამნაშავე. ბოროტება მუდმივად სხვაზე მიანიშნებს და ამბობს. ბოროტი იქ არის, რათა დანაშაული სხვას გადააბრალოს, რათა ხელისუფლება, ფული და კონტროლი შეინარჩუნოს. ისინი ტყუილს თავს სიმართლედ ასახავენ, ბოროტებას კეთილად, შიშს სულიერ დაცვად. ეს არის სისტემური მანტია, ეს არის ყალბის სიწმინდე, ეს არის ტყუილი, რომელიც საუკუნეებია იმეორებს ისტორიას. რეფორმატორებს, სიმართლის მხილველებს ყოველთვის უწოდებდნენ ერეტიკოსებს, ეშმაკის მსახურებს, სატანის შვილებს, მაგრამ სინამდვილეში ისინი, ვინც სიმართლეს ჯვარს აცვავდნენ, არიან ნამდვილი ბოროტები. ისინი, ვინც კეთილს ბოროტად ასახელებენ და ბოროტს კეთილად. და შენ, რომელიც სიმართლეს ამხელ, არ ხარ ეშმაკი. შენ ხარ ის, ვინც ნათელი მოაქვს სიბნელეში. შენ ხარ ის, ვინც ჯვარცმულ სიმართლეს ავადგენს. შენ ხარ ის, ვინც ამხელს მგლებს ცხვის ტყავში. გაიღვიძეთ ხალხნო, გონება გაქვს გამოიტენე. ნუ მისცემ საკუთარ თავს არ გააზრებისა. სიმართლე არასდროს ყოფილა ეშმაკი. სიმართლე ყოველთვის იყო და იქნება ღმერთის მხარეს. და ის, ვინც მას ეწინააღმდეგება, ვინც მას ეშმაკად აწოდებს ბრბოს, ის არის ნამდვილი სატანა. ის არის ნამდვილი ბოროტება. ის არის ნამდვილი დამნაშავე, რომელიც მთელ კაცობრიობას აბნელებს. ეს არის სიმართლე, ღია, გამჭირვალე, მძიმე, უშიშარი და დროა რომ ყველამ დაინახოს. დროა რომ გონება გამოიყენო და გაარკვიო, ვინ არის რეალურად კეთილმოქმედი და ვინ იმალება ბოროტების მანტიის მიღმა. ნუ გახდები ცრუ მანიპულაციის მსხვერპლი. ნუ გახდები ბრბოს ნაწილი, რომელიც სიმართლეს ჯვარს აცვამს, კლავს და ანადგურებს. სიმართლე გათავისუფლებს და ის, ვინც მას ამხელს, არის ნათელი ამ სიბნელეში. გამოფხიზლდი ახალი სინათლის ერაა, რასაც საუკუნეების განმავლობაში ელოდით. გაბწყინდება დედამიწა, იმოქმედე კეთილად სინათლით და სიყვარულით. მუდამ სიყვარული და სინათლე გინათებდეთ საკუთარ არსს.